არ ვიცი რა ხდება, რა მოლაპარაკებებს აწარმოებენ გაზპრომთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ვერ გავიგე, მაგრამ პირადად ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის გაზპრომი, რომელიც რაღაცნაირად მაინც იყო წინა წლებში დაკავშირებული, იმიტომ რომ რაც გაზსადენი გადის, რაც წავიკითხე ამის შესახებ, ჩემთვის მაინც რუსეთთან არის ასოცირებული. რუსეთი არის ოკუპანტი. ამიტომ მგონია რომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ურთიერთობის გაღრმავებისგან. იმიტომ რომ ახსოვს იტალიაში ვცხოვრობდი 2006 წელს და ზამთარი იყო და პანიკა იყო იტალიაში, იმიტომ რომ ფასი იწევდა გაზზე და ამას აკეთებდა რუსეთი. და თუ ევროკავშირის ქვეყნებს აქვს პრობლემა, რომ გაზის ფასის აწევა მათი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს, საქართველოსთვის მით უმეტეს. თან ძალიან კარგად მახსოვს იმ წელს საქართველოში გაზი გაითიშა და მთელი თბილისი, როცა მე აქ არ ვიყავი, სიცივეში იყინებოდა. ამიტომ მგონია რომ პასუხისმგებლობაა ყველა მოქალაქის, რომ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ.